ქობულეთი. Am ვიდეოში ნახავთ როგორ გავატარეთ მე და ჩემმა დამ დავიწყარი 5 დღე. ვეცდები ამ ვლოგის დახმარებით ყველა ჩვენი ემოცია თქვენამდე მოვიტანო. გაგიზიაროთ ის თავგადასავლები, ლამაზი ადგილები და დაუვიწყარი მომენტები, რომლებიც მე და ჩემმა დამ ერთად გავიცადეთ. სახლი არა ვეძებთ ისეთ ადგილს, სადაც გემრიელი აჭარული ხაჭაპური იქნება. მაგარია, ხო არ გავიაო. No exposure, I just wanna be a loner. Some can't stay sober, looking over all their shoulders. Like moving boulders. მოგესალმებით მეგობრებო. უკვე ჩამოვედით ქობულეთში და ეგრევე აქედან დავიწყებ გადაღებას. დილა არის 6 საკლია 20 წუთი და ჩემკინი არის 2 საათზე ხო და 2 საათზე და ჩვენ 6 საათი ადრე ჩამოვედით. სასტუმროს მე პატრონას ველაპარაკეთ და გითხრა რომ თუ ადრე ჩამოხვალთ მოდითო. თუ თქვენი ოთახი არ იქნება თავისუფალი, სხვა ოთახი შეგიშებთო. მაგრამ დილის 6 საათზე ნამდვილად ვერ დავადგებით, ამიტომ დაახლოებით 9 საათისთვის მივართ. მანამდე კი გადავწყვეტეთ რომ წავიდეთ სხვაზე გავიდეთ, ან რამე ვჭამოთ. ჩვენ ვისვენებთ ქობულეთში 5 დღით, გადავართ ბათუმში. არ ვაპირებთ რაღაც ბევრ სიარულს და რაღაც ყოველთვის, გურჩევნია სახში ვიყოთ ხოლმე, დასვენება რასაც ქვია რა. არ გვინდა რომ იმდენი ვიაროთ, რომ საბოლოო ჯამში დავიღაროთ. თან ზღვა ძალიან დამყრელია რა. დიდი ხანია YouTube-ზე ვიდეო არ დამედია და ჩემი და მეუბნება რომ ეს არისო შენი შრომის წყალში ჩაყრავ, რასაც ზებ ხოლმეო და ჩემი და მართალია თუ ვიდეოების დადებას დაიწყოთ აუცილებლად ბოლომდე უნდა გააგრძელოთ და მუდმივ რა თქმა უნდა და მუდმივად უნდა გადაიღოთ რა. აი ხლა არის ჩემი გამოვწვევა. ეს კადრი თუ ვიდეოს ჩავსვი, უკვე დიდი პასუხისმგებლობა მექნება რომ მეორე ვიდეო გადავდო. კამერაში არ ჩანს, მაგრამ ხედავთ ზღვას უკვე. რა ვქნა მეგობრებო, სახლი არა მაქვს, კარი არა მაქვს. დამოვწექი აქ უპატრონოსავით და ველოდებით 11 საათი. 11 საათიდან მაქვს სახლი. უკლედ ძალიან დაღლილები ვართ. წამოვედით სხვიდან, ვიბოდიალეთ 1 საათი, 3 საათში შევართ. მაგრამ უშუალოდ ხდება ხოლმე. უას ვისწავლეთ, რა მოგვარბეინებდა დილას. მოკლედ დავისვენეთ გვეძინა კარგად. ახლა უკვე გამოვდივართ პირველად ზღვაზე და შევართ ზღვაში. არ არის ბევრი ხალხი, ძალიან კარგია. გამოვედით ბულვარში და ვეძებთ კარტოფილის ხილკალს. რესტორნების არის ნახე, ვერ ვიპოვე ერთად და ეხლა უნდა შევიდე და ვიკითხე. ზღვას რაც შეეხება ძალიან კარგი წყალი იყო, ძალიან ვისიამოვნე. ხვალდილითაც გამოვალთ. და ეხლა ვიპოვეთ რაღაც რესტორანი და იმედი აქ იქნებათ კარტოფილის ხილკალი. ვიპოვეთ იდეალური ადგილი, სადაც არის კარტოფილის ხილკალი და იმედია გემრიელი იქნება, იმდენი ვეძებე. გადახედეთ, ზღვასთან ვართ ეგრევე. ძალიან კაი ადგილია და აი ზღვას უყურებთ ეგრევე და ზღვის ხმა ისმის მთავარი არის. და რომ მოვჩებით ჭამას, შემაძმა უნდა გადავიღოს გასაოცარი ფოტოები. ნანუ გასაცდებს რომ საშუალოდ ყველაფერი ჩემი ძმის გადაღებულია. თუ მოგიდებოთ, იაფად. ფოტოების არა, ბოლო პერიოდი აღარ ვიღებს. ყველანაირი აღჭურვილობის გარეშე ძალიან მაგარი ფოტოები გამოსცეს. ძალიან მაგარი ფოტოები. ნიჭი აქვს მაგის და ხედავს და მეუბნება ხოლმე რომ ეს გააკეთე და გაგვიმარჯოს. და ეხლა ჩემი და მომედატა ჯერ არ დამილევია და გაგვიყარ ხარ ვიცი რა ვიდეო. აქ ვიდა რომ იყო, ეხლა აქ ჩემი ჩანთაკი არ უნდა იდოს რომ შენ უნდა იყო. ბოლოს როდის დავდივი არ მახსოვს. შენ როდის დავდივი? რა მე ხო იქ არ ვსვამ. ჩემი ძმა ვაფშე არ სვავს, ჩემი ძმა არ მინახავს თვალი არასდროს ცხოვრებაში. და ძალიან მაინტერესებს როგორ. ყვებაზე მე როგორ ვარ რა, ზოგადად ყველაზე მეტად მაშინ ვარღვევ, როდესაც აი ესეთ სიტუაციები არის, სადმე გამოვდივარ, ვისვენებ და რაღაც და
ესეთ სიტუაციები არ არის ხოლმე ხშირად ზოგადად. რუტინაში ვარ ძირითადად. ვარჯიშობ, დღეში 4-5 ყოს ვატარებ და რაღაც და ანუ ეგეც დროს მოცივაში ძირითადად ჯანსაღი პროდუქტები რო გაქვს, ანუ ძალიან სულია რომ სულ არ ღვევდა ისაც. და ეგ ყველაფერი მაშინ გამომუშავე, როდესაც გავაკეთე 75-დღიანი გამოწვევა და 75 დღის განმავლობაში საერთოდ არ უნდა მეჭამა არაჯანსაღად. ჩემი კვება მქონდა გაწერილი, ანუ დაახლოებით რა არ უნდა მეჭამა და 75 დღის განმავლობაში არ მემიგია და ეგ დამეხმარა ძალიან, რომ მე უფრო ჩამჯდარიყავი რეჟიმში და უფრო გამიმარტივდა სხვა დღეებშიც კვება რა. მოკლედ, ჩემი და არის ფიტნეს ინსტრუქტორი, კლასებს ატარებს სხვადასხვა დარბაზში. თუ ვინმე სწორი კვება გინდათ დაწყება, შეგიძლიათ მიწეროთ და ძალიან კარგი პროგრამა შეგიქმნით. მოკლედ მოგვიტანეთ და მოდი ახლა დავაგვემოვნებ და გეტყვით როგორია. კარტოფილი არის რაღაცნაირი. გეგონება საყინულში ედგათ და გამოიღეს. თითქოს ეგეთი შეგეძლებას მიტოვებს მე. ისეთი გემრიელი არ არის როგორც მეკონა. მაგრამ ძალიან ძვირიც არ არის რა, ალბათ 10-დან 7 ქულა. აჭარულ ხაჭაპურს ბათუმში რო გადავართ, იქ გავშინჯავთ და იმასაც გეტყვით როგორი იქნება მოგვეწონება თუ არა. მეორე დღეს საოცარი მზის ჩასვლა იყო. ჩემს დას კი ეს მზის ჩასვლა ძალიან აბედნიერებდა. ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ გვერდით ის ადამიანი უნდა გყავდეთ, რომელიც გეხმარებათ წარმატების მიღწევაში. გაძლევთ მოტივაციას და თქვენს გადაწყვეტილებებს პატივს სცემს. ამ შემთხვევაში მე ძალიან გამიმართლა, რადგან ასეთი ადამიანები ჩემს გვერდით არიან და რაც მთავარია, ეს ადამიანები ჩემი ოჯახის წევრები არიან. დაძმის ურთიერთობა ყოველთვის განსაკუთრებულია, თუმცა ჩვენმა გზამ უამრავი დაბრკოლება და ტრამვა გამოიარა. ერთად ვუძლებდით სირთულეებს და არასდროს ვნებდებოდით და მიხარია, რომ სწორი გზა ავირჩიეთ. საკუთარი თავის შემეცნების და განვითარების გზა. ეს იყო ჩვენი სწორი არჩევანი და ის, რამაც დღემდე მოგვიყვანა. ვხვდებით, რომ ყველა გამოწვევა ხირდა იმად, რომ დღეს ასე ძლიერები ვყოფილიყავით. ჩვენ ერთმანეთში სწორი ადამიანები აღმოვაჩინეთ და ეს ვერ მოხდებოდა, რომ არა თვით განვითარება. ასე რომ თუ ამას ისმენ, მინდა გახსოვდეს. თუ გინდა შენ ცხოვრებაში სწორი ადამიანები აღმოაჩინო, დაიწყე საკუთარი თავის აღმოჩენით და განავითარე ის. ამის შემდეგ კი შეიძლება ოჯახის წევრში, მეგობრებში, ან სრულიად ოცნობ ადამიანში ისეთი საგანძური აღმოაჩინო, რასაც ვერც კი წარმოიდგენდი. და როდესაც ამას აღმოაჩენ, უბრალოდ გახსოვდეს, რომ ყველაფერი საკუთარი თავის შემეცნებით დაიწყო. მე არ დავნებდები მე ავაშენებ ჩემ community-ს. ჩემი ოცნება, რომ ჩემი community ავაშენებ. უამრავი გოგო მილიონობით, რომელიც ჩემი ვარჯიშები თუ არჩევს და ეწვის კუნდები. იმენა ტიპს სიამოვნებს რომ სხვა ადამიანს ტანჯოს ვარჯიშის. გოგო საუწო კუნდებს მით უკეთესი. ყველას მინდა რომ ერთხელ ცხოვრებაში გამოცდილი გქონდეს ჩემი კლასი. ძალით თუ ნებით. არ შემიძლია რა. რამდენჯერაც საკაი არა ამ სარკესთან, იმდენჯერ ვიდეო გადაიღო. არც ერთი არ გაუმასია. ყოველ დილა საღამოს სახლიდან გამოსვლისას და შესვლისას. დღეს არის დღე, როდესაც მივდივართ ბათუმში და ვეცდებით რომ მაგრად გავერთოთ იქ. ჩამოვედით ბათუმში ძალიან ბევრი ვიჯანჭყავეთ გზაში და ერთ მქონდა როდის ჩამოვიდოდით და ძლივს ჩამოვაღწიეთ და ეხლა მივდივართ საჭმელად ცოტა ხანი ვისეირნეთ და ეხლა ვეძებთ ისეთ ადგილს სადაც გემრიელი აჭარული ხაჭაპური იქნება, რადგან ბათუმში ვარ და რო არ დავაგემოვნოთ შანსი არ არის და ინტერნეტში როგორც ხდება ხოლმე ყველა რესტორანზე ცუდი კომენტარი მაინც ეწერა და ვერ გავიგეთ საწავისულიყავით, მაგრამ ერთ-ერთი ავარჩიეთ და ბერნი ქვია, იმედია კარგი არის, ნახოთ.
ბათუმი ძალიან ლამაზია, მე ძალიან მომწონს ყოველ შემთხვევაში და აქ არიან ძალიან ბევრი ტურისტები, რომლებიც ალბათ საკუთარი ოცნებებისკენ და მიზნებისკენ მიდიან და მოგზაურობენ ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში. მსოფლიო ძალიან დიდია, უამრავი რამღაცის ნახვა შეგვიძლია ჩვენ ადამიანებს თუ მოვიდომებთ, არ დავნებდებით და დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი ადამიანის მიზანია, რომ იმოგზაუროს მსოფლიოს გარშემო და ნახოს ახალი ადგილები, ახალი გამოცდილება მიიღოს ცხოვრებაში. და ეს ყველაფერი მე რაღაცნაირად ძალიან გზრდის რა პიროვნულად. ამისთვის საჭიროა რომ ძალიან ბევრი იმუშაო საკუთარ თავზე, არ დანებდე და ყოველთვის გახსოვდეს შენი მიზანი, შენი მიზნის ფასი და რისთვის გინდა რომ მიაღწიო შენს მიზანს. მოკლედ მოგვიტანეს საჭარული, ახლა დავაგემოვნო და ვნახოთ როგორი იქნება. იმედია კარტოფილის ხილკალიცავით, იმედები არ გამიწრუდება. ნახოთ ესეთი უნდა იყოს საჭარული ხაჭაპური. მაგარია, ხო არ გადაუ. 21 ლარი ღირდა აჭარული ხაჭაპური, მაგრამ ძალიან გემრიელი იყო და აჭარაში ახლა ჩემი აზრით 18-19 სულ ეგეთი ფასებია რა. 18 ლარზე ნაკლებად მე მგონი ვერ იპოვი აჭარულ ხაჭაპურს და ასეთი გემრიელი რო იყო 30 ლარი ალბათ ღირდა. გარემო ძალიან ლამაზია, ძალიან მომწონს. ასე რომ თუ მოხდებით აქ, აუცილებლად გაშინჯეთ აჭარული ხაჭაპური ბერნში. მოკლედ ბათუმი არის ძალიან ლამაზი და აი როდესაც აქ არ ცხოვრობ და ჩამოდიხარ დასვენებლად ან გადმოდიხარ ქობულეთი და როგორც ჩვენ გადმოვედით ერთი დღით ხოლოდ აი ძალიან ლამაზია. თოლო მომენტით ვიღებ სიამოვნებას აქ რა. კი რა მაღალი ვარ, მაღლობზე ვაცი ახლა. ესეთი დაბალი არ აქვს. მართლა მეორე ძგავს. ახლა ბათუმში ვარ და ქობულეთში უნდა რომ ამით ჩავიდეთ. ბათუმი იყოს. შენი ხარობლე. ვაიცი როს. წამოდით თქვენც მასთან ერთად გასასვლელში. მაგრეს ფოტოებს გადაგიღებთ. დაიმასო მაგაზე. სამაგერ ჩემი დაც მიიღებს და მეხმარება რომ კონტენტი შევქმნა. ხომ ეს ტელეფონი მიჭირავს და ეს დაპარაკებს. ისე ლამაზი ოცა შეცადეთ. მომიშორა ხახრო. ის პროფილი უფრო კაი აქვს. გარის ბათუმი მოვიარეთ, მაგრა დავიყარეთ და ახლა მივიდივართ სახში. ნახევარი საათი აქვს და ბოლო დღეა, ხვალ უკვე მივიდივართ და ბოლო დღეს გაწევდა. გავაყოფილები ვართ, რადგან ყველა ამინდი იყო იდეალური ზღვისთვის. დღესაც უკვე ვიყავი ზღვაზე, ძალიან კარგი ამინდი იყო, მაგრამ მოულოდნელად დაიწყო წვიმა. მოკლედ, ჩვენ სადაც ვართ, აქ არის პატარა კაფისავით რა. სასტუმროს სადაც ვართ, იქ არის კაფისავით და აქ ჩამოვედით უკვე მეოთხეთ ან მეხუთე ზუსტად არ ვიცი. ყველაფერი არის ძალიან იერს. ისე აქ ძიტკვის, აი იშვიათად რომ გარეთ რამე ლობიანი არ ამე ხაჭაპური ვიყიდეთ ხოლმე რა. შოთ ხოლმე ხაჭაპურს ჭამთ ხოლმე ფრის. ორი ყავა და პლუს ლიმონადი და ეს ყველაფერი დაახლოებით 25 ლარი ბიჭდება ხოლმე აქ რა. აჭარული შევყვეთ პირველად აქ და 10 ლარი ყიდა აჭარული. 10 ლარი როცა 21 ლარი გადავიხადეთ ბათუმში. ყველაფერი რაც გავშინდეთ, ყველაფერი გემრიელი იყო და ეხლა თუ ამ აჭარულმა, იმ აჭარულ საჯარო რაც ბათუმში ჭამე,
არის გაუცებული ეთნები აქ ალბათ ძალიან საყვარელი ბები მუშაობს და აი ხე სახლის იმას მოგაგონებს რა აი სახში რო ფუსფუსებენ ბებოები და რაღაც ხაჭარობს გიცხობს და რაღაცა ეგეთ იმას გავსწავლე რა და ძალიან გემრიელია მაგია ყველაფერი თითქოს გულით არის გაკეთებული ეგეთი შეგრძნებას მიწოდება მეორე აჭარული აჭარაში ამჯერად ეს პატარა ზომით მაგრამ ხილარის კოლიბოზე ჩემი ძე ვთქვა რომ დიდია რა არ არის პატარა ეს კიდე 10 ლარი ისეთი გემრიელი ვერ არის როგორც 30 ლარი არის მაგრამ 10 ლარი კოლიბოზე იდეალურია რა სიამოვნებით ჩოჭა მეხნამის ასე მთავრდება ჩვენი მოგზაურობა. იმედი მაქვს ეს ვლოგი თქვენთვისაც ისეთი სასიამოვნო იყო როგორც ჩვენთვის. გახსოვდეთ, ცხოვრებაში საუკეთესო მოგონებები სწორედ ასე იქმნება. სპონტანური გადაწყვეტილებებით და საყვარელ ადამიანებთან ერთად. წამოვედით ვიდეო თბილისში. საბოლოო ჯამში ძალიან კარგად დავესვენეთ, ძალიან კარგად გავარდით და ძალიან კარგი დრო გავატარეთ. სანამ აქ ვიყავი, კიდევ მოვახერხე ერთი ვიდეოს გადაღება, უფრო პერსონალური განვითარების ვიდეოს სახით იქნება ის, ცოტა განსხვავებული ფორმატით. მოკლედ, ჩემს სახზე იქნება ჩემი და სტუმარი და დაუსვავ კითხვებს და ის გვიპასუხებს. კითხვები იქნება გამოცდილებაზე, პირად ცხოვრებაზე, წარმატებაზე და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო ვიდეო გამოვიდა. აჩერ არ დამონტაჟებია, მაგრამ რა დავამონტაჟები უკვე ვხვდები, რომ ძალიან მაგარი ვიდეო გამოვა და ასევე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანს დაეხმარება ეგ ვიდეო. ავასე რომ აუცილებლად დაელოდეთ და უყურეთ ეს ვიდეო რო დაიდება და ახლობით ერთ კვირაში დაიდება ის ვიდეოც. მადლობა რომ დამითმეთ და ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. გამოიწერეთ არხი, თუ გინდათ რომ მეტი მსგავსი ვიდეო ნახოთ და დაალაიქეთ ვიდეო. მე კი ვეცდები რომ ვიაქტიუროთ და არ მოგაკლოთ უკვე მსგავსი ვიდეოები.